თუ გაინტერესებთ თქვენი გვარის ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი დედის, ბებიების და საერთოდ ქართული გვარების ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი საამაყო წინაპრების თავგადასავალი, უყურეთ საერთო კლუბის აქვს YouTube-ზე. ლევან ბერაიას ავტორო გადაცემა. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, გამოგიზამეთ ცნობები და ლეგენდები თქვენს გვარზე და ჩვენ დავამატებთ ჩვენს კოლეგებს. ერთად გავაძლიეროთ ქართული გვარები და საქართველო. გავარჯობათ მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს საქართველოს ისტორიულ გვარებზე. რატო ისტორიული? იმიტომ რომ საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული, ვინაიდან თითოეული გვარის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას ამ ქვეყნის სამშენებლობაში. ჩვენ გახლავართ სამეფო კლუბის არხი, რომელიც გადის YouTube-ზე გადის. ვისაც გაინტერესებს ჩვენი გადაცემები და საკუთარი გვარის ისტორია და არა მარტო საკუთარი გვარის ისტორია, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, ლევან ბერაიას ავტორო გადაცემა. უკვე ტრადიციად გვექცა ის ამბავი, რომ ახალგაზრდა კაცი ლუკა ჯღარკავა ჩემთან ერთად მიყავს გადაცემები და ეს გაგრძელდება ხანგრძლივი პროცესი, ასე ვთქვათ, ანუ თანაწამყვანი არის ჩემი გადაცემების და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად მიყავს გადაცემები და ძალიან საინტერესო, თხრობაც საინტერესო აქვს და ძალიან ახალგაზრდა ადამიანია, 22 წლის არის ჯერ შადა რამდენია კიდე გასავლელი ჩემამდე რომ მოვიდეს ძალიან ბევრია გასავლელი და ძალიან ბევრია გასაგები ყველაფერი და იმას ძალიან მომწონს და ძალიან მიხარი ეს ამბავი რომ ძალიან პერსპექტიული ადამიანია და ძალიან ისეთი რა თან ცოდნია და თან თხრობა გადასარევი თხრობა ხო და დღეს მოგიმზადა გვარი ღარწყია სხვა შორის მინდა მოგახსენოთ რომ ძალიან იშვიათი გვარია და ძალიან ნაკლებად მოიპოვება ამ გვარის შესახებ, ესე იგი, წყაროები და ინფორმაციები და მით უფრო დასაფასებელია ლუკას შრომა, რომ რაღაცა მაინც მოიპოვა ამ გვარზე და წარმოგვიდგეს ამ გვარს. ღარწყიაც როგორც დაუშვათ ძალიან ბევრი ესეთი გვარი, რა ქვია, მაგას საერთო გვარი ჩვენსა და აფხაზებს შორის არა მარტო აფხაზურია, სამეგრელოშიც არის, მე მგონი, როგორც მე მახსოვს, გავრცელებული ძალიან ბევრი არ არიან, ცოტანი არიან, მაგრამ გავრცელება არის მაინც სამეგრელოშიც. ეს გვარიც, როგორც მე ვიცი და აგერ ჩემზე კარგად ლუკა იტყვის, არის ესე იგი აზნაურული გვარია. ერთ გადაცემაში ხა მე ძირითადად თავადაზნაურ გვარებზე მუშაობ, ეს ყველა მიცის და ესე იგი ერთი გადაცემა სულ თავადაზნაურ გვარებზე იყო, მეორე გადაცემა მე მომწერდა, მაგრამ სხვა კი რა თქმა უნდა, მაგრამ რა არიცი, აი ძალიან ჭირს ხა თქვენ ვისაც დაუშვათ შეხება ქონიათ ამ გვარებთან და გვარების კვლევასთან დამეთანხმებიან, რაც რთული და ძნელია. თავადაზნაურ გვარებზე რატოა იცი უფრო მარტივი, იმიტომ რომ ინფორმაცია უფრო მეტია. არქივებშიც მეტია ინფორმაცია და ნუ უფრო საძიებლადაც უფრო მარტივი და ადვილია და სხვა გვარებზე მეტნაკლებად არის ზოგიერთი ისეთი გვარი წერს ძალიან მინდა რომ დავეხმარო, მაგრამ ინფორმაცია არ არის საერთოდ არ არის ინფორმაცია, ძალიან ბევრია ესეთი გვარი და მე ბევრი ნაწყენი მრჩება კიდეც რაღაც ჩემ გვარზე, იმიტომ რომ ცოტა სიღრმისეული მე ადრეს აგიხსენით თქვენ ხა ჩვენ რას ვაკეთებთ ახლა ის გადის ინფორმაცია რაც თქვენამდე მოგვაქვს ეს არის ის ინფორმაცია რომელიც ზედაპირულად დევს რაღაცა და ზედაპირულად ვეძებთ თუ სიღრმისეულად რომ ამას ჩაუღმავდე ყველაფერს საკმაოდ დიდი ხანი ამასთან ენერგია და თანხა ჭირდება თანხა რომელიც ესე იგი საკმაოდ გააძვირეს და საკმაოდ ძვირია ხო და ამიტომ ხშირად ვერ იმაშვებით რა ამ ყველაფერს და რაც ჩვენ მიგვიწვდება ამ ჩვენი არქივებში ახლა წამოვიდგინე მე 1982 წლიდან ვაგროვებ ამ ყველაფერს და დიდი არქივი მაქვს რაც ჩემს არქივში არ არის აგერ ლუკა მეხმარება რაც ლუკას არ აქვს სხვები მეხმარებიან და ასე ერთმანეთს რაც წლომაც გვაქვს რაღაც გარკვეული რა იმამდე რა ქვია მაგას არქივებშიც გვაქვს წლომა მაგრამ
იმის იქით უკვე ვეღარ ჩავდივართ, რო ჩახვიდე უკვე თანხა უნდა. პერიოდი ძალიან მოკლეა. მოკლეა, დიახ, ძალიან მოკლეა და ამით რაღაც იმის შექმნა, რაღაც ამით ვერ ქნის რა, ისეთი მოკლე პერიოდია. იმის იქით ვეღარ ჩადიხარ უკვე. აქედან გამომდინარე, ცოტა რთულია ეს ყველაფერი და აგერ ლუკამ დღეს წარმოგვიდგინა ძალიან საინტერესო გვარი, ღარწყიების გვარი. მაგრამ სანამ ღარწყიების გვარს შევეხებოდი, მამდე 1-2 სიტყვა აფხაზეთზე და აფხაზეთის აი საერთოდ ამ მოვლენებზეც რო ვთქვა, მე ახლა არავითარ შემთხვევაში არ მინდა ახლა იმ განვითარებული 30 წლის წინ განვითარებული მოვლენები და რაღაცებზე არ მინდა საუბარი, იმდენი ილაპარაკეს და უბრალოდ მინდა ჩვენი ისტორიული მეგობრობა მინდა, რომ ესე იგი შევიხსენო. რა თქმა უნდა, ხო, რომელიც ძალიან ჯერ კიდევ ძველი კოლხეთიდან მოდის, აბაზგები და აფშილები რო იყვნენ, იქიდან მოყოლებული ჩვენ ერთი დიდ კოლხთან გაერთიანებაში ვიყავით, ყოველთვის ერთად ვიყავით, ერთი ხალხი ვიყავით, ერთი გენეტიკური კოდის მატარებლები ვართ, ორივე ასე ვთქვათ, ეთნოსი და ჩვენ ვსახურებოდით ერთ საქმეს, ერთად ვიყავით, საუკუნეების 3000-4000 წლის განმავლობაში ვიყავით, გვერდ-გვერდ ვიყავით და ერთად ვაშენებდით გინდაც იმ კოლხეთის სამეფოს და გინდაც შემდეგ ეგრისის სამეფოს და გინდაც შემდეგ უკვე დაქუცმაცებული საქართველოს გაერთიანებაში უდიდესი როლი ითამაშა ლეონ პირველმა. აფხაზეთის მეფემ, რომელიც ივანე მარუშიძემ. დიახ, ივანე მარუშიძემ და ბაგრატ მესამემ შემდეგ. ცოტა უფრო ადრე ლეონმა ჩაუყარა ამ ყველაფერს სამუძველი და მერე ბაგრატ მესამე და ივანე მარუშიძე იყო საოცარი ადამიანი, იყო საოცარი პიროვნება იყო, რომელმაც ეს გააერთიანეს ყველაფერი. და იქიდან მოყოლებული დასავლეთ საქართველოს აფხაზეთის სამეფოს კი დავარქვით, შევარქვით ეგ აფხაზების თვითონ ეთნიკურად აფხაზები იმდენად მონაწილეობდნენ, მაგრამ უფრო ყველაზე მეტი წილი მაინც მეგრელებსა და იმერლებს და გურულებს და სვანებს ჰქონდა დაკისრებული და შექმნით ერთი დიდი სახელმწიფო, რომელიც შემდეგ ესე იგი ბაგრატ მესამემ გააერთიანა და მთლიანად საქართველოს დაერქვა სახელი. აქედან მოყოლებული ვართ ჩვენ, ესე იგი თანავცხოვრობთ ერთმანეთთან, უბრალოდ მე მესამე ძალა ჩაერია ძალიან ცუდად და რაღაცა აი ეს ჩვენ წინა გადაცემებში ვთქვით, რომ დათიშე იბატონია ესეთი რომელების ძალიან ის იყო რა მოქნილი პოლიტიკა იყო და ამ მოქნილმა პოლიტიკამ ძალიან კარგად როლის კარგად მაგათი სწორედ ჩვენთვის ძალიან ცუდი როლი ითამაშა ჩვენ ამ ორი ქვეყნის, ორი ხალხის, ესე იგი, დაშორებაში. ასეთივე როლი ითამაშა დაუშვათ ოსებთანაც, იმიტომ რომ ოსების ხა რასაც აი თოფჩიშვილი არის ძალიან დიდი მეცნიერია და თოფჩიშვილს, როლან თოფჩიშვილს ძალიან კარგად აქვს ეს აღწერილი დვალების ისტორია და ეს მიგრაციები რაც ხდებოდა იმპერიის მე-16-მე-17 საუკუნის საქართველოში, ამ ჩრდილოეთ საქართველოში და იქაც ესე იგი ძალიან აგვირიის ჩვენსა და ოსების მოსახლეობის ახლა ის ვისაც ოსი გონია თავი 80% არ არის ოსი, არის დვალია. ზუსტად ისევე აფხაზეთში. რა თქმა უნდა, ხო, ზუსტად ისეა და ეს ერთდაგივე სცენარია და ამიტომ გამომდინარე ძალიან ბევრი ადამიანი გინდა აქედან მხრიდან, გინდა იქიდან მხრიდან წამოიგო ამ პროვოკაციას და ამ პროვოკაციის მსხვერპლია ეს ყველაფერი, რაც დღეს ჩვენ ხდებათ, ჩვენ ეს ორი ერი ასე არ უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ჩვენ მორდუობის ძალიან დიდი ტრადიცია გვქონდა ერთმანეთის მე ადრე წინა გადაცემაში თქვი იყო ესეთ შემთხვევა რომ შვილები გაცვალეს რომ ესე იგი ტრობა რომ მორჩენილიყო და ესე იგი დამკვიდრებული იყო ის ძველი ტრადიცია რაც ყოველთვის იყო ის ახია იმას აქვს ლექსიარი ზუსტად არ მახსოვს იქიდან რომ დააცემინებდაო ისო ეგურს გამოგმა სიცოცხლეო გაზახება ქუჩა სიცოცხლეო ხო და ეს მინდა რომ ეს ტრადიცია აღდგეს და ეს სიყვარული და ეს ურთიერთობა აღდგეს ჩვენს ორ ხალხს შორის ერი არ არის ეს ჩვენ ხალხნი ვართ ორი ხალხნი ვართ და ეხლა მოგე დავუთმოთ ისევ სიტყვა დავუთმოთ ლუკას რომელიც გაგვაცნობს ღარწყიების გვარის ისტორია და შემდეგ კიდევ ვისაუბრებთ რა ვიცი დიალოგის იმაში გადავიყვანთ მე ალბათ ახლა მაგას რეჟიმში ჩვენს შეხვედრას და ლუკა აბა ღარწყიები ეს არის აფხაზეთში აზნაურული გვარი
ამგვარს რამდენიმე ფორმით ატარებდნენ ამგვარს წარმომადგენლები, კერძოდ გვხვდება ვარიანტები გარწკია, ღარწკია, ღარწკია, ღვარწკია და ღვარწკია. მათი პირველ სამოსახლო, როგორც ჩანს, ოჩამჩირის რაიონი უნდა ყოფილიყო. ცნობილი არიან სამი ძმა ღარწკიები, აზნაურები, ეს იყო დაუთ, დამეი და დალმეტ ღარწკიები, რომლებიც ოჩამჩირში 52 ჰექტარ მიწას ფლობდნენ. თუმცა ამის შემდეგ ისინი ბზიფში გადასახლდნენ გარკვეული მიზეზების გამო, კონკრეტულად ლიხნში და იქ შარვაშიძეებმა მათ თავიანთი რეზიდენციის მახლობლად გარკვეული ტერიტორიები გადასცეს. ფონეტიკური და არა მარტო მსგავსებები გვაფიქრებინებს, რომ ღარწკიებსა და აფხაზურ ღარწკიებსა და მეგრულ ღურწკაიებს შორის რაღაც გენეტიკური ნათესაობა უნდა არსებობდეს. ჰიპოთეზის თვალსაზრისით შეიძლება ასეთი აზრიც გამოითქვას, რომ სამეგრელოდან აფხაზეთში მიგრირებული ღურწკაიები გარკვეულმა შტომ მიიღო აზნაურობა, ისინი ჯერ გახდნენ ღარწკაიები, ასეთი ვარიანტითაც ფიქსირდება ეს გვარი და შემდეგ უკვე ღარწკიები. თუმცა ეს რა თქმა უნდა ჰიპოთეზის დონეზე და არანაირი ვარაუდით არ შეიძლება ეს გამყარდეს, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, რადგანაც შესაბამისი ისტორიული დოკუმენტები არ არსებობს. და მეორე აღნიშნავ ასევე რომ სამეგრელოში არსებობს ასეთი გვარი ხვარძიკია, რომელიც შეიძლება ასევე კავშირში იყოს ღარწკიებთან. საინტერესოა. 2023 წლის სექტემბრისთვის მონაცემებით სტატისტიკას რომ შევეხოთ, საქართველოში ცხოვრობს 20 ღარწკია და 3 გარწკია. ანუ საკმაოდ ნალევი გვარია, ხო? ანუ აქ არ შედის არც აფხაზეთისა და არც სამაჩაბლოს მონაცემები, ბუნებრივია სამწუხაროდ. მაგრამ მე როგორც ვიცი, აფხაზეთშიც პირად გავრცელებული გვარი არ არის. ღარწკიები ისტორიულად ცხოვრობდნენ ბედიაში, აგუბედიაში, ლიხნსა და კვიტოულში. ღარწკიების გვართან დაკავშირებული არის სოფელ აგუბედიაში არსებული ტოპონიმი ღარწკია რინხართა, ანუ ღარწკიების სადგომი, იგივე მინდორი. ამას გარდა, ესე იგი, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ქვალონში არსებობს სოფლის ერთ-ერთი უბანი, რომელსაც საღარწკიო ეწოდება. და ასევე სამეგრელოში ქოღეის მარჯვენა ნაპირზე გვხვდება ასეთი ტოპონიმი საღარწკიო სუკი, ანუ საღარწკიო სერი. ღარწკიათა გვარზე დოკუმენტირებული ცნობები, ისევე როგორც ბევრ აფხაზურ, აზნაურულ და არა მარტო აზნაურულ, ზოგადად აფხაზურ გვარზე, სამწუხაროდ მე-19 საუკუნემდე არ ხდება. თუმცა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან ღარწკიების გვარზე არის რამდენიმე მეტრიკული ჩანაწერი. კერძოდ 1863 წელს სამურზაყანოს მეტრიკაში სოფელ შეშელეთში, ესე იგი აზნაურ შარვან ბეჟანიძე მარღანიას მეუღლედ სახელდება ხანიფა ახმეთის ასული ღარწკია. 1878 წლის მეტრიკული ჩანაწერებით სოფელ კვიტოულში დასტურდება ხუსინ თაშახის ძე ღარწკაიას, ასე ვთქვათ, არსებობა და ესეც აზნაური იყო თავისუფლად. 1879 წელს სამურზაყანოს სოფელ ბედიაში პირველი რიგის აზნაურებად მოხსენიებულნი არიან ომარ შარვანის ძე, კოსტა ბუჭუს ძე, კოსტა ჯამლეთის ძე, სელმა ჯამლეთის ასული და სელიმხან ფუცის ასული ღარწკიები. ასევე 1870 წლის საარქივო ჩანაწერებით ირკვევა, რომ ბედიაში მეორე ხარისხის აზნაური იყო ვუტე ხასანის ძე ღარწკია. 1891 წელს ვიქტორ ღარწკიას დახმარება გაუწევია ესე იგი თბილისში, ესე იგი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მეორის სახელობის ბავშვთა თავშესაფრისათვის. ეს გამოქვეყნებული არის გაზეთ კავკაზის 1891 წლის ჩემი ერთი წინაპარის იღებდა მადი იმასო ქვია. 91 ნომერში და ხო ეს შემდეგ ამ გაზეთში დაიბეჭდა სამადლობელი მოკლედ ამ ადამიანებისათვის, რომელშიც ერთ-ერთ ადამიანად იხსენიება ეს ვიქტორ ღარწკიაც. შემდეგ 1899 წლის იმავე გაზეთ კავკაზის 275 ნომერში არის მოხსენიებული ისევე ვიქტორ ღარწკია და სწორედ იქ ვარკვევთ, რომ ეს ვიქტორ ღარწკია ყოფილა სოხუმის მთიელთა სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი. ამას გარდა სხვა შორის ძალიან ბევრი მაშინ იმ პერიოდში, ესე იგი წმინდა სტანისლავის იმის დაჯილდოვდა. ამას გარდა უნდა აღინიშნოს, რომ
ამ გვარის 21 წევრი მონაწილეობას იღებდა მეორე მსოფლიო ომში და მათგან 5 შეეწირა მეორე მსოფლიო ომს. 1905 წელს დაბადებული დოროთე მამსირიძე და 1998 წელს დაბადებული მიხეილ კუგოზზე ღარწყიები შეეწირნენ 1927 წლის სტალინურ რეპრესიებს სამწუხაროდ. ასევე ცნობილი არის, რომ დიდ ტერორს აფხაზეთში 1927-38 წლებში შეეწირა 1970 წელს დაბადებული კუჭუჭ ომარიძე ღარწყია. როგორც ჩანს, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა შემდეგ როგორ განვითარდა მისი მოვლენები არ არის ცნობილი, რადგანაც სამწუხაროდ როგორც ვიცით, ბევრ ადამიანს, ვისაც ეს 5 ან 10 წლიანი ან გადასახლება ან თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ისინი შემდეგში დახვრიტეს და კი ბატონო. ეს სამწუხარო ფაქტები ბევრი არსებობს. ხო, საგვარეულოს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო ვლადიმერ ღარწყია, რომელიც გახლდათ ასე ვთქვათ მასწავლებელი და მან ღვთაებრივ გმირ აბრსკილის შესახებ, რომელიც აფხაზური პრომეთეს ამირანის იდეა ქართული ამირანის იდენტური არის, მისი აფხაზური ვარიანტის სამეგრელოში მისი ასე ვთქვათ აფხაზური ვარიანტის რუსულად გადათარგმნის საუკეთესო, ასე ვთქვათ, ეს საუკეთესო ვერსიის ავტორი არის. 1892 წელს მან კავკასიელ ტომთა და ადგილთა აღწერის მასალათა კრებულის მე-13, ასე ვთქვათ, გამოშვებაში გამოაქვეყნა 3 აფხაზური თქმულება და ამ 3 თქმულებას შორის ერთ-ერთი იყო სწორედ ეს აბრსკილი, რომელიც შემდგომ უკვე ფილოლოგების, ისტორიკოსების და სხვა მეცნიერების შეფასებით შეფასდა როგორც ამ აბრსკილის რუსულად თარგმანის საუკეთესო ვერსია. და ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ნაჰარბეი ღარწყია გახლდათ ასევე კოდორის მონაკვეთის აფხაზთა ასეულის მხედარი და პირველი მსოფლიო ომის დროს იგი მონაწილეობას იღებდა სწორედ საბრძოლო მოქმედებებში, რომლებიც კავკასიაში ხორციელდებოდა. სულ ეს იყო ღარწყიათა გვარზე. ძალიან საინტერესო მოკლე ინფორმაცია იყო, მაგრამ ძალიან კარგი, იმიტომ რომ წეგანაც გითხარით, ძალიან რთულია ამის მოპოვება არის ძალიან რთული. ამიტომ ძალიან თხოვნა მაქვს რა, ნუ დაგვემძურებით, იმიტომ რომ ხანდახან არის ძალიან გვინდა დახმარება, მაგრამ ჭირს ბევრი ეგეთი გვარი, რომელიც საერთოდ არ მოიპოვება არაფერი, საერთოდ. მით უმეტეს ახლა ეს გვარი არის, აი ნალევი წეგანაც მოусვინეთ ალბათ, სულ 20 ადამიანია. ეს არის რამოდენიმე გვარი ეგეთი გვარი რა, რაც შემხვდა ახლა აი ესეთი ადრესს გითხარი, დონდოსი, ეგეთი გვარი. ეს დადაულები. გურულები არიან. სულ 6 ადამიანი არის დღეს დარჩენილი. ხო, სხვათაშორის სამეგრელოშიც ერთ-ერთი წინაპარი მყავდა მე ამ გვარის წარმომადგენელი, ზუგდიდის რაიონიდან 15 ადამიანი არიან დღეს დარჩენილი ხორიშვილები. კი, ის რაღაც ისეთ უსწაური გვარები, რომლებიც დღეს აღარ არსებობენ საერთოდ, აი ეს ეხლა თუთაშხია მაგალითად რო გამოსცემთ, მეგრული გვარი იყო, რომელიც დღეს უკვე არა. გვარი და რა საინტერესო რა არის? სახელიც იყო, ხო. და ისეთი გვარებია, დავუძა სპრინგელი, აი ეგეთი გვარი, რომელიც აზნაურები იყვნენ და რომლის არსებობაც კი არ ვიცოდი საერთოდ და აი მე-19 საუკუნეში შეხვდა რამოდენიმე ძირითადად აბაშის იმაში რაიონში არის ეს გვარი სპრინგელი, რომელიც სულ რაღაცა რამოდენიმე ალბათ 7-8 ადამიანი შეხვდა, აზნაურული გვარია, რომელიც დღეს არ არსებობს, საერთოდ არ არსებობს და ესეც რა არის, მე ადრეს თქვი, როგორც დავუშვათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ხო არსებობს, კაცო, გინდა შვეიცხოველი და გინდა დავუშვათ სამთავრო ან დავუშვათ ნებისმიერი მატერიალური ისინი ძეგლები და მე გვარებსაც ამაში გავიყვანდი რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გვარი დავუშვათ დასაკარგი ნამდვილად არის, რომ გამ გვარის უკან დგას ძალიან დიდი ისტორიები დგას, რომლის დაკარგვა არაფრით არ შეიძლება კაცო. აი როგორ შეიძლება ახლა ისინიც აქვე აი ბაბადიში შვილები ეს ბაგრატიონთა შტოარი და იქ 5 ადამიანია სულ დარჩენილი ამ გვარიდან და ამ 5-დან 4 არის ქალბატონი და 1-ია მამაკაცი მარტო.
ფაქტურად ეს გვარი დაკარგულია. ხო და ეს რო იკარგება გვარი, ეს არის ძალიან საწყენია და ძალიან ცუდია. იმიტომ რომ ამ გვარის დაკარგვას გვარი კი არ იკარგება, ისტორიას აღარ რჩება, მაგრამ იმის გაგრძელება აღარ აქვს. რა თქმა უნდა, მაგრამ გაგრძელება აღარ აქვს. ახლა მე ჩემი მეორე წიგნის ბოლო ფურცლები, აი მე შენ არ გაქნა ნახი გაჩვენებ, აი როგორი რაღაც გავაკეთე. დავაწერე, ესე იგი გააგრძელე შენი გვარის ისტორია და რამოდენიმე ფურცელი დავტოვე შეუსებელი, ხო, იმიტომ რომ თითოეულმა ადამიანმა რაც იცის, მე ადრეც განვაცხადე და იქ მითითებულიც იყო ჩემი მეილი, გვაინტერესებს თქმულებებიც დაუშვათ ამა თუ იმ გვარში. ახლა ჩვენ გვინდა დაუშვათ ეს გვარები, რომლებიც უკვე ნალევი გვარებია და რომლებიც ძალიან ცოტანი არიან, თუ კი ვინმე რამე იცის თავის გვარზე, გინდა გადმოცემის სახით, გინდა უნიშნულო რამე იყოს. მე თუ არ გადმიგზავნიან, თვითონ რაღაცა დაწერონ ესა რა, რომ დააფიქსირონ, რომ ეს გვარი ამ გვარზე რაღაც ინფორმაცია არის, რომ მე ვიღაცა დაჭირდეს, დაუშვათ, აგერ მე უკვე 65 წლის ვარ, მაგრამ აი 22 წლისაა, ახალგაზრდა კაცი, რომელიც იმედია, კი ექიმი და დაწუნებული ვარ, კაი ექიმი გამოვა, მაგრამ ამასთან ერთად კიდე რაღაც მეორე პროფესია ექნება, რომელსაც გვარების მკვლევარი ქვია სახელი და ამას დაჭირდება მე. ამის შემდეგ ამის შთამომავალს დაჭირდება კიდე და ვიღაცას დაჭირდება. ამიტომ ძალიან გთხოვთ ყველას, თუ კი ვინმეს გაგაჩნიათ რაღაცა თქვენს გვარზე ან დავუშვათ თქვენი მეზობლის ან თქვენი ახლობის გვარზე რაღაც გადმოცემები, ჩვენ თუ არ გადმოგიზავნით, რაღაცა მას გამოვაქვეყნეთ, რომ ვიღაცა ნახოს, ვიღაცა სადაც დაფიქსირდეს ეს, რომ ვიღაცას გავაწლები და ესეც ისტორიული დოკუმენტი იქნება. აბარა რომ ვიღაცამ გამოიყენოს ეს ყველაფერი და თუ ასე მიუდგები ჩვენ ამ საკითხს, ძალიან ბევრი გვარს, ესე იგი, გადავარჩენ და ძალიან ბევრი გვარის ისტორია გვეცოდინება. ხო და იმას იმ ხარვეს, რაც ხარვეზიც არის, იმას რაღაც ნაწილობრივ მაინც შევავსებ. მოკლედ ეს იყო სულ დღეს რაც უნდა გვეთქვა ხანძკიების გვარზე და საერთოდ და რა ვიცი, აგარ მე და ლუკა ვაპირებთ თან თანამშრომლობას და ვაპირებთ, ესე იგი, გავაგრძელოთ და თქვენ, ესე იგი, გაგაცნოთ ის გვარები, ძირითადად აფხაზური გვარები და შემდეგში ვნახოთ მე როგორ განვითარდება. მე დაწუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება და რა ვიცი, ძალიან ბევრ გვარს, ესე იგი, გაგაცნოთ. მოკლედ ძალიან დიდი ყურადღებისათვის ძალიან დიდი მადლობა და რა ვიცი, აბა ემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე შეხვდებით შემდეგ კვირას ერთმანეთს. 3000 წელს მეტი გიცხოვრია როგორც ერსა ერსა ჩავდღეს მოსწრები ვართ მაგრამ ერსა